მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ლევან წულაძემ წარმოადგინა სპექტაკლი უცხოობაში, რომელსაც საფუძვლად დაედო შალომ ალეიხემის ძალიან ცნობილი პიესა მერძევე ტევია. ამ პოპულარულ დრამატურგიულ ნაწარმოებს დღემდე მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები. იგი მიუზიკლის სახითაც კი მოევლინა თეატრალურ სამყაროს სახელწოდებით მე ვიოლინე სახურავზე. ქართული თეატრალური საზოგადოების მოლოდინი ახალი სპექტაკლისადმი ტრადიციული გადაწყვეტა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სრულიადაც არა. შალომ ალეიხემისგან გურამ ბათიაშვილმა და ლევან წულაძემ აიღეს მხოლოდ ძირითადი ხაზი, ძალიან მოკლე შინაარსი, ასე ვთქვათ, ამბის და არც კი სრული და შექმნეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და განსხვავებული პიესა და მოარგეს, უბრალოდ დრამატურგმა მოარგო იმ მოთხოვნებს, იმ კონცეფციას, რომელიც ჰქონდა ჩაფიქრებული ლევან წულაძეს და აი ეს კი ნამდვილად სრულიად მოულოდნელობა იყო. როდესაც ამ სპექტაკლს უყურებ, გიკვირს, როგორ შეიძლება ამ რეჟისორს ჰქონდეს დადგმული ერთდროულად გველიშჭამელი, შოლო, შეშლილის წერილები, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და უცებ ეს სპექტაკლი არის მის შემოქმედებაში ტარტიუფის და ასე შემდეგ სპექტაკლების შემდეგ და ქალიძაღლით და ფაუსტი. ანუ რეჟისორი არის მუდმივად ექსპერიმენტებში და ძიებაში. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ დრამატულ თეატრში დრამატული სპექტაკლის თეატრის კანონებით დადგმულ სპექტაკლს ვუყურებთ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ტექსტის, ყოველგვარი სიტყვის, ყოველგვარი დიალოგის თუ მონოლოგის გარეშე. ეს არ არის არც პანტომიმა, ეს არ არის არც მოძრაობის თეატრი, ეს არ არის არც ფიზიკური თეატრი, ეს არც ბალეტი, არც ცეკვაა. ეს არის დრამატული სპექტაკლი, ჩვეულებრივი, ტრადიციული, მაგრამ არატრადიციული ფორმით და ხერხებით გაკეთებული. ანუ დრამატულ თეატრში შემოდის სრულიად სხვა ხერხები. პლასტიკით, მოძრაობით, მოქმედებით, შინაგანი მდგომარეობების მსახიობების, რომლებიც თავიანთ სულიერ თუ ასე ვთქვათ, ბიოგრაფიულ მდგომარეობას აბსოლუტურად შიგნით ატარებენ და ამ ყველაფერს გამოხატავენ მხოლოდ ქმედებით. ლევან წულაძის ეს არაჩვეულებრივი ქმნილება არის ის, რასაც ალბათ მართლა შეიძლება უწოდოთ, რომ არის მოვლენა თეატრალურ ხელოვნებაში. ამ სპექტაკლში არც ერთი როლი არ არის მეორე ხარისხოვანი. ყველა პერსონაჟი მთავარია. თითოეულს თავისი ისტორია აქვს. ყველას აქვს თავისი სათქმელი როგორც პერსონაჟს და როგორც მსახიობს.
და აი ამ სათქმელს ისინი გვაწვდიან ისეთი ფორმით, რომ ხდება თითოეული ჩვენგანი სათქმე, ჩვენ ბიოგრაფიად იქცევა. და ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პერსონაჟის როლს შევდივართ იმ მომენტში. ყველასი ერთად. აი ეს არის რაღაც მთლიანად საზოგადოების მეტაფორა, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის საზოგადოების მეტაფორა და ბუნებრივია, რომ შალომ ალიმიხეიმის მიხედვით ეს ებრაელი თემის ძალიან ტრაგიკული ისტორია და არა მარტო დაუშვათ რუსეთში მე-19 საუკუნის ბოლოს მომხდარი ეს თქვა რბევის, დევნისა და განდევნის, არამედ მთელი მათი ბიოგრაფია. ამავე დროს ეს არის მთელი კაცობრიობის ისტორია, რომელსაც თავისუფლად შეიძლება რომ თუ ფიზიკური დევნა არ განეცადა, განიცდის იმ შინაგან და ესეთ სულიერ დევნას იმ საზოგადოებისგან, გარშემო მყოფი საზოგადოებისგან, რომელსაც ის არის უცხო და მიუღებელი. უცხოობაში მრავალპლანიანი სპექტაკლია. ორი მოქმედება ერთმანეთისაგან ჟანრობრივად განსხვავდება, რაც ახასიათებს ლევან წულაძეს. პირველი მოქმედების კომედიური ჟანრი მეორეში დრამატული და ტრაგიკული ჟანრით იცვლება. მხიარული, ნათელი და ბედნიერი ცხოვრება ნელ-ნელა მუქ, ბნელ და ზოგჯერ ტრაგიკული ფერებით იფერება. და რაც ყველაზე მთავარი და რაც არის კიდევ ერთი უდიდესი პლუსი ლევან წულაძისთვის, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიის ჟამსაც და რაც საერთოდ არის ტრაგედიის მთავარი ფუნქცია თუ არსი თუ არ ვიცი ხო დანიშნულება. ყველაზე დიდი ტრაგედიის ჟამსაც მაყურებელი ვთქვათ კათარზისული მომენტი დგება თითოეული ჩვენგანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნადგურდება, მაინც გაგრძნობინებს რეჟისორი, გაგრძნობინებს მსახიობები, რომ მიუხედავად ამისა სიცოცხლე მაინც გრძელდება და ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც ადამიანებს საერთოდ გააჩნიათ, ეს არის ორი რამ. სამშობლოსკენ თუ არა გაქვს სამშობლოსკენ სვლა და რა თქმა უნდა სიცოცხლე, რომლის წართმევის უფლება არავის არ აქვს და როდესაც შენ გაქვს იმის შანსი, რომ თუნდაც ორი ადამიანი გადარჩეს თემიდან და აქედან ერთი პატარა ბავშვია და მეორე მოხუცი, ხალბატონი. აი თუნდაც აი ამის გამო ღირს ალბათ მთელი აი ამ სპექტაკლის ნახვა. ისე ვიმეორებ, უამრავი მეტაფორის, უამრავი ხაზის, უამრავი პარალელური შრის არსებობის მიუხედავად, რომ თავარი ალბათ არის ის, რომ სპექტაკლი გაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ყველაფერი მაინც იქნება ძალიან კარგად. მე ამ სპექტაკლს დავარქმევდი მუნჯ თეატრს. როგორც კინოში არის მუნჯი კინოს პერიოდი, ჩემთვის ეს არის მუნჯი თეატრი, სადაც აი მუსიკა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და განსაკუთრებული ნამუშევარია კომპოზიტორის ვახტანგ კახიძის და არაჩვეულებრივია ებრაული იავნანა, რომელსაც ასრულებს ნეკა სეფისკვერაძე, ძალიან ტრაგიკულად, პირდაპირ ძალიან ლოგიკურად და ზუსტად კვეთრად გამოხატავს ორ ძალიან მნიშვნელოვან სცენას სპექტაკლში. მანანა კაზაკოვას სცენას, დედა, როდესაც ეთხოვება თავის შვილს და თავის სიცოცხლეს წირავს შვილის გამო და ფინალი ამ სპექტაკლის, სადაც გურანდა გაბუნიას ბებია გამოდის და ყველა გარდაცვლილია ოჯახის წევრები და მათ ეთხოვება და უკანასკნელი იმედად რომ აღმოაჩენს ჩვილ ბავშვს.
ძალიან აქტუალურია და რაღაცა ქრესტომატიულ სახელმძღვანელოს გავს ეს სპექტაკლი თემების თვალსაზრისით, იმიტომ რომ გუშინ ვფიქრობდი და თითქმის არ არსებობს თემა, რომელიც ამ სპექტაკლში არ გაიელვებს, რომელშიც არ შეეხება ესა თუ ის პერსონაჟი. აქ არის დაწყებული დედაშვილობა, პატრიოტიზმით დამთავრებული. ეს სპექტაკლი არის ცხოვრებაზე, სირთულეებზე, წინააღმდეგობებზე, სიხარულზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება და ტრაგიზმზე. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ესეთი ფინალი, იმიტომ რომ რაღაცა ორიგინალურს ველოდი, იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად ლოგიკური ფინალი, მაგრამ ესე ტრივიალურ დასასრულს არ ველოდი, თუმცა გამიხარდა, რომ ეს არის ოპტიმისტური ტრაგედიის პრინციპებით გაკეთებული ფინალი, რომ სიცოცხლე გრძელდება და ეს ხაზი გაგრძელდება ამ ოჯახის, ეს ბუნებრივია, სასიხარულოა, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებულ დასასრულს ველოდი. რეჟისორისთვის ეს ექსპერიმენტი ფაუსტის, ქალი ძაღლით, აი ასეთი სპექტაკლების შემდეგ არის კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯი აბსოლუტურად ახალ სამყაროში. და ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით თუ გააგრძელებს რეჟისორი თავის მუშაობას. სპექტაკლში ბევრი მსახიობია დაკავებული. თითოეულ მათგანს აქვს უკვე ჩამოყალიბებული სტილი, მანერა, საკუთარი არჩეული გზა, რომელსაც წლებთან ერთად ავითარებს და ახალ თვისებებს ძენს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა თაობის და გამოცდილების მქონე მსახიობებმა შეძლეს შემოთავაზებული ახალი ფორმით თამაში. აი ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქალბატონი გურანდა გაბუნია, რომელსაც ისეთი გამოცდილება თეატრისა თუ კინოსი იმდენად მრავალ გვარი იყო მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და ეხლა უცბად აი ესეთ გამოცდილების წლების შემდეგ ის ადამიანი ძალიან ზუსტ ტონალობას პოულობს იმისას, რაც სთავაზობს რეჟისორი. იმიტომ რომ ლევანი არის არაჩვეულებრივი რეჟისორი. არაჩვეულებრივი. აი ისეთი რამეები მოიგონა, ისეთი რამეები მოიტანა, რომ ისე გული მწყდება, რომ ოთარი ვერ ხედავს. აი პირველად აი ასე საშინლად დამწყდა გული, რომ აი ვერ ხედავს აი ამ საოცრებას. რა ვიცი, აი თვითონ ლევანი ყველაფერი მოიფიქრა, ხო? მუსიკა ვატო კახიძე, ხო? და გაგლო. აი ეს ორივე ну არ ვიცი აი ვატომ რაები მოიტანა ну არ ვიცი ბარის გადუნოვიდანაც მუსიკა არის აი არ ვიცი აი ყველაფერი რო უხდება ამას გესმით ძალიან ბევრი აი ნამუშევარი აქვს ლევანს ისე რომ რა გითხრათ ვამაყობ რომ ვარ ამ სპექტაკლში იმიტომ რომ ჩამოვიდნენ ისრაელიდან ну აღტაცებულები იყვნენ აღფრთოვანებულები იყვნენ ბედნიერებაა, როდესაც შენ საქმეს აი ასე აფასებენ და შენ თვითონ ხარ ამ საქმეში. მადლობელი ვარ ღმერთის. რა არის იცით უბრალოდ ვცდილობ როგორც სტანისლავსკი ამბობდა მის კანში შევიდე მაგ ქალის მაგ ბებიის კანში შევიდე და ვიფიქრო იმაზე რომ არავინ არ ამყავს და დამრჩა აი ეს ერთადერთი პატარა ცინცკლი ღმერთმა გადმომიგდო ეს ბავშვი მის მადლობელი ვარ ღმერთის მძიმე ტვირთი სხვათა შორის აი ამ პერსონაჟს ეკისრება გურანდა გაბუნიას მიერ განსახიერებულ პერსონაჟს ეკისრება ყველაზე რთული და ყველაზე ასე ვთქვათ შემკვრელი აი მთელი აი ამ ისტორიის არაჩვეულებრივად მუშაობენ მსახიობები და
აი თვით ის მსახიობ ახალგაზრდები ყველამ რაღაცა განსხვავებული თვისებები აჩვენა თავის არა მარტო იმიტომ რომ ისინი არ საუბრობენ და მარტო რაღაც მოქმედებით თუ პლასტიკით თუ რაღაც ესეთი მოქმედებით გამოხატავენ ხო ჟესტებით გამოხატავენ თავიანთ საქმეს არამედ კიდე სხვა რაღაცა ნიშნებით რაც საერთოდ დამახასიათებელია ხოლმე როდესაც ჩვენ მსახიობის ხელოვნებაზე ვსაუბრობთ გეგონება აი პირველად ხარ საერთოდ სცენაზე აი ესე მეუდექით ყველა მე მგონი რა ყველა ვიყავით აი რაღაცა ნეტა რა გამოვა ნეტა სწორია ნეტა გარედან როგორ იქნება გაიგებს მაყურებელი სწორი იმპულსებია სწორი თამაშის ხერხია სწორი დრამატიზმია თუ კომიზმი სულ ერთია რა ჟანრი ხო პირველი აქტივი ესეთი უფრო მხიარულია შეიძლება ესე ითქვას და უფრო ისეთ სახასიათო ხერხშია მეორე აქტი უკვე რაღაცა მძიმდება და სათქმელიც მძიმდება და პრაგიზმამდე მივდივართ და როგორც აღმოჩნდა არაფერი არ იცვლება. ანუ თამაშის ხერხი ზუსტად იგივეა რაც ლაივიდან აი რო კონდეს მონოლოგები ასე რომ ტყუილა ვიბრძვით ხო სახეობები რომ აი მეტი ტექსტი ნიშნავს რომ აუცილებლად როლი ესეთი იქნება ან ესეთი თურმე ეს არ განაპირობებს თავი სწორედ ითამაშო ალბათ სულ არის ხო აი სიტყვა პირველი თუ მოქმედება და თურმე მოქმედება არანაკლებ მნიშვნელოვანია შეიძლება ითქვას აი ამ სპექტაკლით ყოველ შემთხვევაში არანაკლებია შეიძლება მეტიც კი რაღაც სიტუაციაში იმიტომ რომ უსმენ ზოგჯერ შეიძლება არ მოусმინო გამოგრჩეს ტექსტი და ყველაფერს ხედავ და ვიზუალურად მე მგონი ჩემი აზრით რა ვიცი მე მგონი ყველაფერი გასაგებია ძალიან სასიამოვნო და ძალიან ადვილი ამ ხრივ სათამაშო არის. აბსოლუტურად არ მოითხოვს სიტყვას. არასოდეს რეპეტიციაზეც ხო არის გადადი გადმოდი ან რაღაც ერთ. არა, საერთოდ არ მოითხოვა და იცით რაღაცნაირად უცნაურად მოხდა, იმიტომ რომ ეს არის რეჟისორის დამსახურება, რომ აი ესეთ ხერხში ისე გვათამაშებს, რომ არც იბადება სიტყვა. აბსოლუტურად გასაგებია. გარდა იმისა, რომ არანაირი მიმანსი იქ არ არის და არანაირი პლასტიკაზე აგებული არ არის და არანაირი ცეკვაზე და ვთქვათ პანტომიმაზე, ხო? მაგრამ სიტუაციურად და ატმოსფერულად იმდენად გასაგები იყო უკვე რეპეტიციებზე, რომ აბსოლუტურად არც იბადებოდა სიტყვა. და სხვათა შორის მე თეატრში ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები, მაშინ ინსტიტუტშიც არ ვსწავლობდი, სხვათა შორის ნუგზარ ბაგრატიონს ჰქონდა ესეთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი შუშანიკის წამება. ის იყო ჩემი პირველი როლი უხმოდ. პირფარეშ თამაშობდი შუშანიკისა და მთელი სპექტაკლი ორი მოქმედება, ჩუმად ვიყავი, მაგრამ ჩემთვის განვიცდიდი და რაღაც აი ამ ამბავში გადამაგდო, იმიტომ რომ ძალიან იცით როგორი, ძალიან საინტერესოა. აი როცა შენ თვითონ არ გებადება სიტყვა, მაგრამ აი რაღაცნაირად ჟესტით, პაუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი რაღაცა მომენტის დაფიქსირებით ითხზება ამბავი.
აი ყოველ შემთხვევაში მე ესეთ შეგრძნება მაქვს, რომ აი როდესაც სწორი ამოცანა, ყველაფერი სწორად ხდება რა, როდესაც იცის რეჟისორმა რა უნდა, ეს თვითონაც მზად არის, თვითონაც აი შენც მე ხდები ზუსტად ისეთივე აი გულანთებული და მოქმედებს სწორად. უცნაურია ის, რომ დრამატული თეატრის არტისტები სიტყვის გარეშე ახერხებენ, რომ ერთმანეთთან კონდეთ დიალოგი. მე მგონია, რომ ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან. იმდენად მეტყველია ეს სპექტაკლი და იმდენად საინტერესოდ არის აგებული. თვალებით, მოქმედებით, ჟესტით, ბევრი ჟესტით შეიძლება არ იყო და ესე პირდაპირ ჩვენება, აი კინოს რო ხსნიან, კინოობანაც რო თამაშობენ ამ პრინციპით არა, ამას ეწინააღმდეგ პირიქით ამას ვებრძოდა, რომ ზედმეტი ჟესტიკულაციაც რო არ ყოფილიყო და ყოფილიყო შინაგანად სწორი დამოკიდებულება, რომელსაც ლევან თვითონ როცა დგავდა უკვე იყო მოცემული პირობა და მე ჩვენც ამას რაღაცნაირად ვირგებდით. როიცოდეთ მე პირველ რიგში რამდენს ურევ ბავშვები ესე ჩემი შვილებს დავყავარ, იქით გადავყავარ და სულ მომიწყდება რაღაცეები. იცით რატო? იმიტომ რომ ვერთობი რაღაც ამბავში და ამ დროს კონკრეტულად ეს რო არის გადასადგმელი, ავიწყდება, მაგრამ არაფერს არ ვითვლით არავინ. უბრალოდ მუსიკალურად ვატო კახიძის იმდენად სწორად აწყობილი არის მუსიკალურად, რომ შინაგანად გემუსიკება ასე ვთქვათ და ამას რაღაცით გადმოსცემ, ხან ხელით, ხან ფეხით. ხან რაღაცა ესე ჩვეულებრივად შინაგანი რაღაცა იმით რიტმით, რომელიც აბსოლუტურად თანხმდრაშია მუსიკიდან გამომდინარე ხდება ესეც. მოკლედ არ ვიცი, მე ეს არის რაღაცა ბედნიერება ამ სპექტაკლის თამაში. არა, როცა სწორედ აქ რეჟისორს გათვლილი, ის ძალიან გემსუბუქება. და საერთოდ ტრაგედიას უნდა კარგ ხასიათზე უნდა შეხვიდეს სცენაზე, რომ ტრაგედიაც ითამაშო და აი მზად უნდა იყო, ოღონდ იცით როგორ, აი ხასიათზე უნდა იყო თამაშის და მაშინ განცდით კი არ უნდა შეხვიდე რომ მე ხა ტრაგედიას თამაშობ. არა, აი ყოველთვის უნდა იყო, ყოველთვის ვეძებ რაღაცნაირად რომ კარგ ხასიათზე ვიყო. არ აქვს მნიშვნელობა რას თამაშობ, იქ ძიმე სცენას თუ იოლ სცენას. აქ იმდენად არის აწყობილი, რომ აბსოლუტურად ორგანულად ხდება, იქ არანაირი რაღაცა მომზადება იმისთვის, რომ მე ხა რაღაცა ცოტა ისეთი რთული სცენა ვითამაშო, არ ხდება. აი გეუბნებით, ეს არის უბრალოდ ძალიან ზუსტი ნამუშევარი რეჟისორის და როცა ნამუშევარი რეჟისორის აბსოლუტურად ზუსტია, ძალიან ადვილია თამაში. იტანჯები და წვალობ და განიცდი და არ ვიცი მე გირთულდება მაშინ როცა აი ლაყლაყებ და არ იცი, იმიტომ რომ არ არის სწორი ამოცანა, არ არის სწორი სიტუაცია, ვერ გზნობ თავს კარგად და როცა აწყობილი არის, ის გეთამაშება ძალიან სასიამოვნოდ და კარგად. მე ვიტყვი რომ ჩემთვის, რასაც ჩემთვის ქვია თეატრი, რასაც წარმოადგენს, პატარა რევოლუცია მოხდა თავში. თეატრალურ თურმე რაღაცების მოტანა ტექსტზე ძლიერ შეუძლია თვალს. შეუძლია ჟესტს, შეუძლია
თქვათ იგივე შეფასებას. გვიადვილდება ეს ცოტა ისეთი ნათქვამია. აქ არის სცენები ისეთი, რომელიც ადვილის სათამაშო ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით რაღაც ერთი სცენა, რომელიც მე ძალიან მიმცემს იმის თამაში. მაგრამ აი როგორც ბეწვის ხიდზე ისე უნდა გაიარო, არც ზედმეტი არ ვარგა და არც იმის მოკლება არ შეიძლება. არ უნდა შეაწუხო მაყურებელი. უნდა იარო ზღვარზე. თუ მე ეს გამომივიდა, მაშინ ხოჭახია. პროცესი ძალიან საინტერესო იყო და აი ძალიან წყდებოდა გული რომ თავდებოდა რეპეტიციები. აი არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო, იმიტომ რომ აი კიდე რა შეიძლება მოიფიქროს ლევანმა და რა შეიძლება გააკეთოს და ჩვენც როგორ ჩავერთვებით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მოვდიოდი ისე როგორც დღესასწაულზე რეპეტიციებზე. ეხლა ეს გადაჭერბებული სიტყვები არ არის. ყოველდღე გაპარსული მოწესრიგებული რეპეტიცია მეტი ხო არაფერი არ არის. ეხლა არავინ არ გთხოვს აქ გრიმის გაკეთებას და მაინც და მაინც არა ესე რომ მე ვიცოდი რომ რაღაც ახალი ხდებოდა თეატრში და პირველ რიგში ჩემში ხდებოდა ახალი აღმოჩენა ხდებოდა ჩემში რომ რაღაც სხვანაირი თეატრალური სამყარო დაიბადა ჩემში რა. მე არ ვიცი ახლა თვითონ რამდენად კმაყოფილია თავისი მე უაღრესად მე პირადად არ ვიცი აი მე-9 საზე ვარ ამ სპექტაკლში იმიტომ რომ მომიწია ამ სპექტაკლში თამაშმა ბედნიერებისაგან ვარ მე-9 საზე ეს რეჟისორის გასაკეთებელია რომ შეკრას დასი კონკრეტული სპექტაკლისათვის და მან მოახერხა არაერთხელ გაუკეთებია ესა და ახლა მაგას არ ეშლება ლევანს არ ეშლება ეს Останется только он. Жид. Антихрист придет. Смертное лицо его будет еврейским. Федор Михайлович Достоевский. ეს არის სპექტაკლი, რომელიც კიდევ უფრო უნდა გათამაშდეს, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო უნდა მოვიდეს აი რაღაც კარგი გაგებით ჩარჩოში, იმიტომ რომ ძალიან ესე დინამიკური და ძალიან ესეთი მოძრავი სპექტაკლია, რომელსაც ნებისმიერ წამს შეიძლება სადღაც ცოტა ოდნავ ზედმეტი ქმედება მსახიობის მხრიდან, ოდნავ ზედმეტი შესწია შეიძლება ყველაფერი დაინგრეს და საბედნიეროდ ორჯერ ვნახე სპექტაკლი და აი ზუსტად მივხვდი რომ ეს არასოდეს ახარ მოხდება და პირიქით აი თითოეული მსახიობი უფრო მეტად გაითავისებს იმ პერსონაჟს რომელსაც ის ასრულებს და რა თავი აქ არის ძალიან საინტერესო ანსამბლი
აი მართლა ეს არის საზოგადოება, რომელშიც ყველა თანაბარია და რომელშიც ყველა და ბუნებრივად თანაბარობას ერთი მხრივ ქმნის რეჟისორი და მეორე მხრივ მსახიობი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი პარტნიორის არაჩვეულებრივი გზნობა. და მარჯანიშვილის თეატრში საერთოდ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით, მაგრამ აი ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აი ეს არის გუნდი. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი სახე შექმნას თუ ნებისმიერ ფორმაში თუ ჟანრში ითამაშოს.